გამარჯობა, შოუ ბიზნესში მომხდარი სიახლეებით ეთერშია პროგრამა ინფორმატორი. Საახალწლო პროექტებისათვის მზადება უკვე ყველგან მიმდინარეობს. Როგორც იცით, სტუდიო მაესტრო წელსაც არაერთ საახალწლო სიურპრიზს გვპირდებათ. Ჩვენი პროექტი საუკუნის ნოსტალგია 3 უკვე ჩაწერილი და გადაღებულია. ახლა ის მონტაჟის პროცესშია და რომ არ დაგიმალოთ, საკმაოდ მხიარული და სახალისო გამოდის. სხვათა შორის ამ ახალ წელს ჩვენ სხვა წამყვანებთან ერთად მეც ვიმღერებ თქვენთვის. მოკლედ ჯერჯერობით მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ თუ ამ ახალ წელს საუკუნის ნოსტალგია 3-თან ერთად შეხვდებით, მხიარული განწყობა დიდხანს არ დაგტოვებთ. მე უარეს ველოდი მართალი გითხრა, იმიტომ რომ მეგონა რომ ვერ გააკეთებდნენ იმას, რაც აკეთებენ პროფესიონალური მომღერლები, მაგრამ აღმოჩნდა რომ ჩვენი პროფესიონალი წამყვანები პროფესიონალები ყოფილან როგორც მომღერლები და მოცეკვავეები და მსახიობები და ამიტომ ადვილი იყო მუშაობა. საერთოდ ამ ახალი წლის პროექტის ჩაწერა ძალიან დიდი სიურპრიზი იყო ჩემთვის, იმიტომ რომ მე ველოდი უარეს ვთქვა თუ შეიძლება ითქვას, მაგრამ ძალიან კარგად შეიარა. მე ჯერ არ დამთავრებია მუშაობა, ბოლომდე არ დამიმონტაჟებია ყველაფერი და ამიტომ საერთოდ მთლიანობაში არ ვიცი რომელი ჯობია და რომელი არა, მაგრამ მე ვთვლი რომ ყველა არის ძალიან საახალწლო, ძალიან კარგი განწყობილებით და რაც თავარი ორიგინალურია იმით რომ ჩვენ მაყურებელს ვაძლევთ ალტერნატიულ შანსს რომ უყუროს არა მხოლოდ ვარსკვლავებს რომლებიც არიან და არიან უხვად საქართველოში, არამედ იმ ვარსკვლავებს რომლებიც ამ ამპლუაში პირველად არიან. და მე ვთვლი რომ ამით ძალიან საინტერესო იდეაა და თან არის კარგად დავიწყებული ძველი სიმღერები, რომლებსაც ისინი მღერიან. ყველაზე დიდი სიურპრიზი იყო ვასიკო ჩემთვის. გადასარევად იმღერა. მე ვამაყობ როგორც ამ სტუდიის წევრი, რომ ესეთი ნიჭიერი ხალხი მყავს გვერდში. მე ზაზას მეხმარებოდა ჩაწერის პროცესში. ანუ ძირითადი ნაწილი შეიძლება ითქვას ზაზამ ჩაწერა. საერთოდ პროექტი მე ვთვლი გამოვა ძალიან საინტერესო, იმიტომ რომ ეს არის ძალიან ახალი და ძალიან კარგი იდეა, რომ ვამღეროთ ჩვენი წამყვანები და DJ-ები და არა პროფესიონალი მომღერლები. ეს ხალხისთვის იქნება ძალიან საინტერესო მე ვთვლი. დეკემბერს კინოთეატრ ქოლგაში შედგა პრეზენტაცია ანი მაღლაკელიძის კლიპისა საით მიდის თეთრი გემი. სიმღერას საბავშვო სტუდია ბომბორას ერთ-ერთი სოლისტი პატარა ანი სოხაძე ასრულებს, რომელსაც პარტნიორობას დიდი რომარცხილაძე უწევს. ნება მომეცით მოგილოცოთ დამდეგი, შობა ახალი წელიც, ვინაიდან მე არ ვიცი, გნახავთ თუ არა ახალ წლებში და მოგეფეროთ ყველას. დიდი მადლობა. მოგესალმებით ყველას დიდი მადლობა, რომ ამ სიცივეში დავდეთ პატივი და მოგბრძანდით. მე მინდა ანას მიულოცოს პირველი წარმატება და ანა გამოგდეს სცენაზე თუ შეიძლება. მინდა დიდი მადლობა უთხრა რომა ვიდიას. მასთან მუშაობა ძალიან კარგი იყო. ძალიან დიდი მადლობა ისედაც რომ დღეს ამ წინვალე დღეს აქ ვართ ერთად და ურჩევნოთ ფერით ხო. იმდენად ლამაზი გამოვიდა ეს კადრები, იქიცით ბევრი იყო გადაღებული. მე არ მინდა რომ ის იდეა გავთქვა, რაც ანის ქონდა ჩაფიქრებული მაღლაკელიძეს, მაგრამ ალბათ ის თავად იტყვის მე ის რამდენიმე კადრი ამოვარდა. ჩვენ გვინდა გაგვეკეთებინა ესე იგი გაზაფხული წლის 4-ვე დრო, ყველა დრო, მაგრამ ჯერ მოხდა ცუდი ფაქტი ის რომ ჩვენ გაგვეწალა გადაღება, ანუ უნდა გადაგვეღო ზაფხულში და გადმოგვეცა რაღაც გარკვეული მიზეზების გამო. ანუ ფაქტურა გაზაფხულისაც თითქმის დაკარგულია და ზაფხული საერთოდ ამოვარდა სიუჟეტიდან. ნუ რაღაც პრინციპში იგრძნობა ეს ყველაფერი იგრძნობა მაგრამ რაღაც კონტრასტი არის, რაღაც შემოდგომა, ზამთარი და კიდევ რაღაც.
მე ავტონომიური ვარ ამ პატარა ამ არაჩვეულობა უნიჭერესმა ადამიანმა საკმაოდ პატარა მონაკვეთში ესეთი კარგი საფუძვლიანი სამუშაო ჩაატარა და ეს ახეზია მე მგონი რომ მე მგონი ძალიან კარგი თბილი აი მე აქცენტს ვაკეთებ რომ ძალიან თბილი კლიპია დეკემბერს კლუბ ქარვასლაში თავისი სადებიუტო ჩვენება მოაწყო სამხატვრო აკადემიის მოდელირების ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტმა სალომე სულაბერიძემ. მიუხედავად იმისა, რომ დარბაზში საკმაოდ ციოდა და სალომეც ცოტა არ იყოს დაბნეული იყო, ჩვენება შედგა. დღეს არის ჩემი პირველი ჩვენება. იყო 25 კაბა, მაგრამ აქ პირობების გამო რომ არ დაეტევა, უბრალოდ ეს არის თეატრალური დადგმაც. ყველა მოდელი თითქმის რჩება სცენაზე. გამოვაკლეთ ეს კაბები და დარჩა სულ 14 კაბა, 13. იმის გამო რომ უბრალოდ პირობები არ არის იმის დროს სრული კოლექცია წარადგინოს. ინტერიერი ჩემი ხელით გაკეთებული აბსოლუტურად სულ ყველა. მე დღეს ვნახე უბრალოდ მხატვრული ნამუშევრები, რომლებიც წარმოადგინა დიზაინერმა. დებიუტისთვის იყო ძალიან კარგი. აქ ნაკლებად იყო სატარებელი ტანსაცმელი, მაგრამ აი ეს ავანგარდი რაც წარმოადგინა, რისი თქმაც უნდოდა ამ დიზაინერს, ალბათ თქვა თავისი სიტყვა აი ამ სფეროში.